გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით. მიხარია რომ ისევ ერთად ვართ, მიხარია რომ ისევ წერთ მორიგი ეპიზოდს ბოლოს სიტყვის. კარგად მივდივართ, კარგი ამბით გავხსნათ ესე ვთქვათ, გვემატება გამომწერები, ძალიან გვიხარია. მოკლე დროში საკმაოდ კარგი რეზონანსი გვაქვს. კარგი სიახლე იყო ასევე რომ ჩვენი პროექტით დაინტერესდა ტელეკომპანია კავკასია, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ და ეს ეპიზოდიც გავა ასევე კავკასიის ეთერში და თუ ვინმე გვიყურებთ კავკასიის ეთერში, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რომ ეს არის YouTube არხი, შეგიძლიათ მოგწებნოთ YouTube-ზე, ბოლოს სიტყვა ასე ქვია ჩვენ პროექტს და ნახოთ სხვა ვიდეოებიც, სადაც ყოველკვირეულად ჩვენ ვცდილობთ რომ მთავარი თემები მიმოვიხილოთ, ბოლოს სიტყვა ვთქვათ, ასე ვთქვათ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ასევე გლობალურად მიმდინარე პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ თბილისის გარდა ბრიუსელი, ვაშინგტონი გვაქვს ხოლმე ეს ფორმატი. ამ შემთხვევაში მხოლოდ ბრიუსელი გვექნება. თამარ ნუცუბიძეა ჩვენთან ერთად, მე ვარ ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა. ამ შემთხვევაში ია მეურმიშვილი დღეს გამოგვაკლდა, თუმცა არ ვიცი, შეიძლება დაგვიბრუნდეს და ჩაგვერთოს ნახოთ, როგორ წავა მოკლედ საქმე, დროის უქონლობის ამბავი იყო. აქვე პატარა ტექნიკური დეტალი, QR კოდს რომელსაც ხედავთ, ყველა არ არის ამ ეკრანზე, თუ კი კავკასიის ეთერში გიყურებთ, ეს QR კოდი მარტივად შეგიძლიათ დაასკანეროთ, გადაგიყვანთ ჩვენს YouTube არხზე და უფრო მარტივად გამოგვიწერთ ეს უბრალოდ ტექნიკური ამბავი, რომ რო არის ეს QR კოდი, რატომ არის, რომ იცოდეთ. ხო, ნუ მთავარი თემა დღეისათვის ეხება საქართველოს და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ასე ვთქვათ, მე მაინც ესეთი დესინტეგრაციას. არ ვიცი, ნუ მე მაინც რაღაცა ამ ტერმინზე ვრჩები ჯერჯერობით ჩემი ოპტიმიზმით და ხო, ნუ აი მაგ მხრივ სწორედ ნეგატიურ პროცესს, რაც ეხება გაფართოების ანგარიშს, იქ გამოთქმულ მთელ რიგ ცუდ შეფასებებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, უარყოფით შეფასებებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან თუ ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალ ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ყველაზე ცუდი შეფასებები დავიმსახურეთ და ეს არ იყო პრინციპში ჩვენთვის სიურპრიზი. თუმცა ხო, ნუ ვისაც გაინტერესებთ ამბავი, ალბათ საინტერესო იქნება ამ ეპიზოდის მოსმენა, იმიტომ რომ ჩავალთ დეტალებში, რაც თავარია თამარ ნუცუბიძე მოგვიყვება უფრო მეც რა წერია ამ ანგარიშებში, რა შენიშვნებია გამოთქმული და ცხადია ვისაუბრებთ მთავარზე, რა პერსპექტივა გვაქვს, რა გზა გვრჩება, ან გვრჩება თუ არა საერთოდ. კაი, მე მგონი მაინც პესიმისტურ ნოტაზე ვარ დღეს. ოკეი. აბა ვნახოთ ბოლოს როგორ იქნება. ნოტა პესიმისტურ ნოტაზე კი არ ხარ. უბრალოდ სიტუაცია რეალობაა ეგეთი, რომ ერთ დროს ასოცირებული ტრიოს ლიდერები, უპირობო ლიდერები, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება აკალდა პრაქტიკულად, ძალიან ცოტა ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი და იმის მაგივრად, რომ როცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დადგა დღის წესრიგში, ჩვენ ასე ვთქვათ ბოლოსის ტრაპეზი ავჩქარებულიყავით, აღმოჩნდით მათ ჩანჩალებში და ტექნიკურად დღემდე რომ გავყვეთ საქართველოს სახელმწიფო სისტემა და სტრუქტურები გაცილებით ინტეგრირებული და მორგებულია ევროპულ წესრიგს. თუმცა აქ რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ არის პოლიტიკური ნება ქვეყანაში თვითონ, რომ ეს ბოლო აჩქარება გაკეთდეს და ისევ იმ ლიდერის ფუნქციებს დაუბრუნდეთ კი არა და ყველას გადავასწროთ და ამ გაფართოების ჯამში სწორედ ამ ტექნიკური საკითხებით манипуლირებს ქართული ოცნება, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, მაგრამ ისინი ასე არაფრად აგდებენ ამ ყველაფერს თითქოს. ანუ დღემდე ხო მაგას იმეორებენ. ისუე გააქვთ თქმა. მაგრამ აქ არის ერთი სერიოზული პრობლემა, ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება 28 ნოემბერს, ანუ 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ შეაჩერა სტრატეგიული ურთიერთობა ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დაიწყო ეგრეთ წოდებული გაურკვეველი რეფორმების მთელი ციკლი და რეალურად საქართველოს დაკარგა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ დაკარგა ძალიან ბევრი დრო, იმიტომ რომ აი ამ რეფორმების წარმოებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნისონში მუშაობდე და სინქრონულად მიმდინარეობდეს რეფორმირების პროცესი. თუ კი ეს ჩერდება, ეს აზიანებს მთელ პროცესს და პროცესის დაზიანება შემდეგ იწვევს უკვე ძალიან სერიოზულ დეზინტეგრაციულ პროცესებს, რომელიც უკვე სახეზეა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუქმდა
გვქონდა რამდენიმე დეპარტამენტი, სწორედ ის დეპარტამენტი და ის თანამშრომლები იქნენ გაშვებული თანამდებობიდან, რომლებიც იყვნენ ფლაგმანები სწორედ ევროატლანტიკური მიმართულებით და ევროატლანტიკური თანამშრომლობის კუთხით ძალიან დიდი აგურიც ჰქონდათ დადებული ქვეყნის განვითარების საქმეში. და მაგ ყველაფერმა რა გამოიწვია, ახლა თამარი ბრიუსელიდან გვეტყვის რა ეწერა ამ შეფასებაში და რატომ? ალბათ ესეც ერთ-ერთი მთავარი კითხვა. და რაც მთავარია, კულისებს მიღმა რა ხდება აი ამ განცხადებების შემდეგ, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. მოგესალმებით მეგობრებო, რა ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ძალიან მოკლედ რომ თქვათ, მე მგონი ძალიან კაფიოთ გამოხატეს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შემაჯამებელ ბრიფინგზე ორმა ევროკომისარმა, რომლებსაც ეხებათ ეს საკითხი. ეს არის უშუალოდ ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკაში მარტა კოსი და მეორე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, რომელმაც აი ზუსტად ჩვენი სიტყვებით თქვა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ძალიან იშვიათად იხსნება, ახლა არის ღია და მან თქვა, რომ ის ღია არ იქნება დიდხანს. და ასევე დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ პერიოდში, სანამ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ღია, უნდა მოემზადონ როგორც ქვეყნები, ვისაც სურს, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, ასევე თავად ევროკავშირიც. და გარდა ამისა, საქართველოსთან მიმართებით, მან თქვა, რომ კანდიდატ ქვეყნებისში ისტორიაში არ ყოფილა ისეთი სწრაფი უკუსვლა დემოკრატიის მხრივ, რაც სახეზეა საქართველოსთან მიმართებით. და ორივე ევროკომისარმა ძალიან მოკლედ და ლაკონურად გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი დარჩა მხოლოდ ფურცელზე. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რატიშენი შეკითხვა თვითონ დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, ანუ ქვეყნების რამდენი ქვეყანაც არის, იმდენი ფაილია, იმდენი кейსი არის. საქართველოს დოკუმენტი 90 გვერდისგან შედგება და პუნქტობრივად, ანუ ჩაშლილი არის ყველაფერი, სექტორალურად არის მიმოხილული და ეხლა მთელი საათი რომ არ დავუთმოთ ამაზე კონკრეტულად ლაპარაკს, აი თვალიც რომ გადაავლოთ და ასევე მივმართავთ ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენ ყვებით რეალურ ფაქტებს და საუბრობთ რეალობაზე და მათაც შეუძლიათ მოიძიონ ეს დოკუმენტი და თავად წაიკითხონ. აქ წინაშე დავდოთ ლინკი. შესაძლებელია. თუ კი ეჭვი ეპარებათ რამეში. ანუ ნახეთ რომ გადაავლოთ თვალი, ყველგან წერია, რომ უკუსვლა, ნაწილში არის საგრძნობი უკუსვლა, ნაწილში შედარებით ნაკლები უკუსვლა და თქვენ თქვით, რომ ტექნიკურ შემდგენელში, პრინციპში წინა ანგარიში, რითიც სწორედ რაც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, ის იყო, რომ პირიქით ცოტა წინსვლა ქონდა. ახლა წინსვლა აღარაფერში არ გვაქვს, უბრალოდ თქვათ, აი თუნდაც მაგ ტექნიკურ მდგენელში ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით და წინაც არ წავსულვართ. დანარჩენელი მდგენელები ყველა არის უკან ასული, ნუ განსაკუთრებით რა თქმა უნდა, აქ მოიაზრება პოლიტიკური ნაწილი, მოიაზრება უსაფრთხოება და რაც მთავარია, ასევე ძალიან ღია ციფრებით არის ნაჩვენები, როგორი არის თავსებადობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ანუ ჩვენს და ევროკავშირს შორის. და აი ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ მაგალითად განცხადებებშიც უნდა იყოს თანხვედრა, ანუ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მხრივ, თუნდაც კაია კალასის განცხადებები უნდა ისახებოდეს ასევე კანდიდატ ქვეყნებში და 10%-მდეა სხვაობა შარშანდელთან. თუ კი შარშან 2024-ში სადღაც 54%-მდე იყო თანხმედრა, ახლა სადღაც 40%-ზე ცოტა მეტია. ანუ ხვდებით, აი ეს ერთი მაჩვენებელი. ბოდიში, ეგ 40% ეტყობა, მე გამომრჩა. რაში ქონდათ თანხმედრა? ეს ვფიქრობდი ახლა, რომ ანუ რის მერე დაითვალეს თქო, საინტერესოა ხო? ხო, იმ რაღაცა განცხადებებში ეტყობა უერთდებით ისეთ განცხადებებში, რომელიც ძალიან ზოგადი არის. მაგალითად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ან რაღაცა. რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და გვაინტერესებს, უიზოზე თუ წერია რამე კონკრეტულად, რა პერსპექტივა არის?
ესე იგი უვიზოზეც ასევე ჩანაწერია რომ ბოლო მე-7 ანგარიშში ნაჩვენები ხარვეზები არ არის გამოსწორებული. ეხლა ნახეთ როგორი პროცედურაა რომ წლის ბოლოს ცალკე გამოქვეყნდება კომისიის ანგარიში კონკრეტულად იმაზე თუ როგორ ასრულებენ ქვეყნები უვიზო მიმოსვლის პირობებს და იქ უკვე ფართოდ იქნება ჩაშლილი კონკრეტულად აი ყველა მონაცემი ისე როგორც გაფართოების ანგარიშია. მაგრამ შემაჯამებელ ბრიფინგზე მარტა კოსმა პირდაპირ თქვა, მე მომეცა საშუალება რომ კითხვა დამესვა და სწორედ ეს ვიკითხე რომ ეს ანგარიში არის უბრალოდ შეფასება თუ ამ ანგარიშს მოყვება რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, თქვათ ევროკომისიის მხრიდან იქნება თუ არა რაიმე წინადადებები საბჭოს მიმართ. და მარტა კოსმა ხაზი გაუსვა სწორედ უვიზოს საკითხს და მან თქვა რომ ნოემბერში და მართლაც 17 ნოემბერს ველოდებით რომ ახალი ეს მექანიზმი შემსუბუქებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების საბოლოოდ იქნება დამტკიცებული და ძალაში შესვლას 20 დღე უნდა სადღაც და მანაც ზუსტად აპელირება გააკეთა ნოემბერზე თქვა რომ ახალი წესები იქნება მიღებული და არ გამორიცხა რომ ამ მიმართულებით ანუ წავა კომისია. ასე რომ ალბათ უნდა ველოდოთ რომ როგორც კი ძალაში შევა ახალი შემსუბუქებული მექანიზმი კომისია წავა წინადადებით საბჭოს მიმართ რომ დღევანდელი დღის მონაცემებით უფრო მეტად იქნება აქცენტი გაკეთებული კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირებით რომ მათთვის იყოს უვიზო მიმოსვლა შეჩერებული, თუმცა რა ვიცი, როგორც უყურებთ რაც ხდება საქართველოში რა ტემპითაც ვითარდება მოვლენები, ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ დეკემბრისთვის რა განწყობა იქნება შემდეგ ბრიუსელში, მაგრამ ერთიც მინდა რა დავამატო დღეს ვნახე ასევე მისიის საქართველოში ევროკავშირის მისიის დიდი პოსტი რომ ეს რაღაც გამომაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის და პრინციპში გუშინაც გუშინწინაც მიმართვაში მარტა კოსის და კაია კალასის მიერ იყო ნათქვამი რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას ვინც იბრძვის რომ ჩვენი ქვეყანა მაინც აღმოჩნდეს ევროკავშირში და რომ მაინც კარი ღიაა და რომ ქართულმა ოცნებამ იცის რა უნდა გააკეთოს თუ კი ის დაუჯერებს და შეისმენს მოსახლეობის ნებას რომ დაბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე. აი ძალიან მოკლედ ასეთი ვითარება. თამარ, ამის დაზუსტება მინდოდა, შენ რაც აღნიშნე 17-20 ნოემბერს, როდესაც ახალ რეგულაციებს ასე ვთქვათ დაამტკიცებენ, მანდ გადაწყდება შესაძლებელი გახდება თუ არა სექტორული შეზღუდვა უვიზოსი, ხო? ანუ როდესაც ჩვენ საუბრობდით რომ შესაძლოა ევროკავშირმა ახალი ინსტრუმენტი შეიმუშაოს, რომელიც მიხედვითაც უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს და არა მთელ ქვეყანას, ამის მერე აი ამ 17-20 ნოემბრის მერე გვეცოდინება ეს შესაძლებელია თუ არა, სწორად გავიგე ხო თუ რაღაცა თუ რამე შემიძლია. არა, რატი ანუ ნახე ეს 17-ში მინისტრების შეხვედრა, ზოგად საკითხების მინისტრების საბჭო არის, სადაც ეს არის ბოლო საფეხური იმისთვის რომ მიიღონ გადაწყვეტილება ახალი მექანიზმის მიღებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტმა უკვე უყარა კენჭი ამ გადაწყვეტილებას, ახლა ეს ბოლო ნაბიჯი დარჩა და უკვე ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღეში ძალაში შედის ეს მექანიზმი. აი ძალაში რო შევა, პრინციპში რას გულისხმობს ეგ ახალი მექანიზმი? ეს ახალი მექანიზმია ჩვენ გადაცემაში საუბრობდით ამასთან დაკავშირებით, უფრო გამარტივება, ანუ უფრო მეტად მოქნილს ხდის პროცედურას იმისთვის, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა გარკვეული ჯგუფების. ანუ ადამიანთა ჯგუფების მიმართ, მაგას ვკითხულობდი, ანუ ამის მერე იქნება უკვე ნათელი, რომ შესაძლებელი გახდება თუ არა რომ საქართველოს კი არ შეუჩერონ, არამედ კონკრეტულად ადამიანთა ჯგუფს, რომელიც დამნაშავეა ევროინტეგრაციის შეფერხებაში. კი, ჩვენ პრინციპში წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალური ნაბიჯები დარჩა, ანუ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს უკვე კონკრეტი სლოვაკეთის ფაქტორი?
უნგრეთის ანუ ყველა ეტაპი გაიარა და პრინციპში საბჭოზე არ მგონი არავინ არ ელოდება რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. არა ამის წინაპირობა პრინციპში ასეთი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის რაღაცა არ ვიცი რამე თუ არ მოხდა. ეცი რა მოდი ახლა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს ხო მოვისმინეთ განცხადებები რომელიც გაკეთდა და მოვისმინეთ აქ პასუხი თბილისიდან არ ვიცი მე მგონია რომ საინტერესო არის და საჭირო არის ამაზე საუბარი რაღაცნაირად ჩვენი შეფასება გავაკეთოთ როგორ რეაგირებს ქართული ოცნება ამ ყველაფერზე რა არის მათი საპასუხო სათქმელი და როგორ ცდილობენ ისინი რომ თუნდაც ის ხალხი ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ქართული ოცნების ეს ბრჭყალებში პრაგმატული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს ისინი დაარწმუნონ რომ ხო ნუ მაინც რაღაც სწორ პოლიტიკას ატარებენ ან საგრძნობი არის ასევე რომ პირიქით ცდილობენ ისინი პირიქით დაადანაშაულონ პასუხისმგებლობა მოიხსნან თავის ნაბიჯებზე და დასდონ ბრალი ბრჭყალებში ისევ ევროპულ ბიუროკრატიას ხო მოდი აი ამ მათ მიერ დასახელებულ არგუმენტებზე ვისაუბროთ როგორ გამოიყურება ხშირ შემთხვევაში ისინი რაღაც ძალიან ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან რომ რაღაცა ცრუ პენტელებს უწოდებენ და ასე შემდეგ რომ იქ რაღაცა არ ეყრდნობიან არგუმენტებს და ეს კრიტიკა არის უსაფუძვლო და ასე შემდეგ ხო ანუ აი ამაზე რა შეიძლება ვთქვათ როგორ აღიქმება მან ეს ყველაფერი თუ აქცევენ რა დოზით აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას საინტერესოა ну ერთი შემიძლია ვთქვა რომ აქ უკვე რაღაცნაირად დაიწურა ინფორმაცია და ევროსტრუქტურებში ყველა ანუ პირველი იყო ევროპარლამენტი ვინც გაიაზრა და ვინც მიხვდა რომ ვისთან აქვს საქმე და რომ ქართული ოცნების მიზანი არ არის რეალურად ქვეყნის ევროკავშირამდე მიყვანა. ახლა შემიძლია ვთქვა რომ ეს საკითხის ამგვარი აღქმა არის ყველა ევროსტრუქტურაში, კომისიაშიც და საბჭოშიც და გამომდინარე აქედან მოქმედებენ და მაინც აღებული აქვს ანუ ძირითადად სწორება აქვს საქართველოს მოქალაქეებზე რადგანაც ხედავენ ყოველდღიურ აი ამ ბრძოლას ამ სამოქალაქო თავდადებას და ამიტომაც არის რომ ეს კარიც დღემდე არის ღია და მიუხედავად ასეთი უარყოფითი ანგარიშისა მაინც ამას ფუთავენ როგორც გამოსაფხიზლებელი ასე ვთქვათ ზარი და კიდევ ვიცით რა არის ჩემი აზრით ყველაზე უფრო ნათელი მტკიცებულება და რაღაცა კონტრ პროპაგანდა რომ თითქოს რასაც ძალიან ხშირად ხვდები და მესმის რომ მაინც ევროკავშირი არ მიგვიღებდა თუ არ მიგვიღებს მაინც არ გაფართოვდება რაღაცა თავისი პრობლემები აქვს და თვითონ 2030-ისთვის შეიძლება ევროკავშირი აღარც არსებობდეს დაიშლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან ნათლად გამოიხატა და ითქვა რომ 4 ქვეყანა არის წარმატებით მიდის ამ გზაზე და უკვე წინსწრებათაც დასახელდა სავარაუდო თარიღები როდის დაასრულებენ ისინი მოლაპარაკებებს. ყველაზე უფრო წარმატებული არის მონტენეგრო და 2026-ში თქვა კაი მარტა კოსმა რომ ამ ტემპებით თუ ივლის ქვეყანა 2026-ის ბოლოს უკვე ქვეყანა დაასრულებს მოლაპარაკებებს. შემდეგი არის ალბანეთი 2027-ის ბოლო და შემდეგი მოდის 2 ქვეყანა მოლდოვეთი და უკრაინა და უკრაინაზეც აქ მე წავიკითხე არაერთი რაღაც ისეთი კონსპირაციული თეორიები იყო რომ რადგან ომშია ქვეყანა ამიტომ თვალს ხუჭავენ ბევრ პრობლემაზე არაფერზე თვალს არ ხუჭავენ მათთან დაკავშირებითაც პრობლემურ საკითხებზე არის საუბარი და ძირითადად ეს არის რა თქმა უნდა საუბარი ისეთ ფინანს რაც არის დაკავშირებული თქვათ რაღაც ფინანსურ საკითხებთან და ამაზე ღიად საუბრობენ თუმცა აქვე ამბობენ რომ სწორედ გამომდინარე იქედან რომ ქვეყანა ფართომასშტაბიან ომშია მიუხედავად ამისა დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში ტარდება. ასე რომ ჩვენმა მოსახლეობამ თვითონ უნდა გაიაზროს და ნახოს
რეალობა არის ღია კარის პოლიტიკა, პროცესი მიდის, 4 ქვეყანა უკვე ძალიან ჩართულია ამ პროცესში. მოლდოვამ და უკრაინამ დაასრულა სკრინინგის პროცესი სასწაულად სწრაფად და მოლდოვას მომხსენებელმა ევროპარლამენტში სვენ მიქსენმა თქვა, რომ ქვეყანა დღეს უკვე მზად არის კოპენჰაგენის 3 თავის გასახსნელად. ხალხო 35-ის თავია სულ 3 თავის გასახსნელად არის მოლდოვა მზადო. ანუ ეს 4 ქვეყანა პრინციპში 2028 წლის ბოლოსთვის მზად იქნება თუ არაფერი ხელს არ შეუშლით და არაფერში ალბათ ისე რუსეთი იგულისხმება, ძალიან სწრაფი ტემპებით წავლენ წინ. ასე რომ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია და გასააზრებელია, სად არის დღეს საქართველო, მაშინ როცა ზუსტად რატიმ როგორც აღნიშნა, სულ რამდენიმე წლის წინ ყველა მონაცემში და ზოგადად პოლიტიკურ ნებაშიც საქართველო იყო ლიდერი ამ ქვეყნებში და საქართველოს უკან მოსდევდნენ ყველა ეს ქვეყანა და მაგალითად მოყავდათ საქართველო და კიდე ბოლოს ვიტყვი და მე თქვენ გააგრძელეთ ასევე ძალიან საწყენი, მაგრამ გასახარიც ალბათ ისიც იყო, რომ ევროპარლამენტში მაგალითად დასახელდა სომხეთი, რომელიც არ ვიცი, კოლოსალური ნაბიჯებით მიდის წინო, ითქვა და ის ფაქტიც, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს ხდომა ერევანში იყო და მოწადინებულია სომხეთი, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე და გზამკვლევი ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის ზუსტად გადასცა გუშინ სომხეთს რაღაცნაირად გამოდის, რომ რეგიონში, სადაც ჩვენ საერთოდ აღარ მოვიაზრებოდით და გადმოსული ვიყავით უფრო აღმოსავლეთ ევროპის რაღაც კალათში და ახლა უკან გადავედით ისევ კავკასიის კალათში, იმ კალათშიც კი არ მოვიაზრებით წამყვან ქვეყანად. ეს ძალიან საინტერესოა. თამარ, მე კითხვა მაქვს, მანდ უშუალოდ შუა დერეფანთან დაკავშირებით და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მიმართ. აი ეს საკითხი როგორ განიხილება და შენ სწორედ აღნიშნე სომხეთი გაცილებით წინ არის, აზერბაიჯანი ცდილობს რომ თავისი არმიის რაღაც მოდერნიზება შენ ქონდა დღეს ზუსტად რომ რაღაც ნატო სტანდარტებს მიუახლოვდეს და აქ საინტერესოა რომ საქართველოს საერთოდ აღარ არის რეგიონში მოაზრებული მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერ კიდე გვაქვს და ვაკონტროლებთ თუ კონტროლი ქვია ჩვენი სანაპირო ზოლის 100 კილომეტრიან მონაკვეთს. რას ვაკონტროლებთ? ხო, თუ კონტროლი ქვია ამას. ანუ ძალიან საინტერესო არის ის, რომ შუა დერეფნის პროექტის ამოქმედების შემთხვევაშიც კი საქართველოს შესაძლოა ამ მოცემულობით მაღალი ალბათობით დარჩეს მიღმა მთელი იმ ეკონომიკური პროექტისა, რომელიც არის ჩაშვებული სრული სიმძლავრით და შეეხება ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ენერგომატარებლების მიმოცვლას და აი ეს ყველაფერი მით უფრო ტრაგიკულია, როდესაც აი ეს ეკონომიკური დოვლათი აცდება საქართველოს მოქალაქის ჯიბეს, ხო? აი მანდ როგორი არის ეს ეკონომიკური ასპექტები, თუ შეგიძლია რომ რამდენიმე სიტყვით ესეც გვითხრა. აი ძალიან მოკლედ კონკრეტული მაგალითით ვისაუბროთ და ალბათ ეს ყველაზე უფრო კარგად ახმადი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. 2 კვირის წინ იყო მე მგონი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლებსაც ასევე იმ დღეს ჰქონდათ იქ შეხვედრა ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის შავი ზღვის ქვეყნების მინისტრების. და ვინ არ ესწრებოდა თუ მიხვდებით, ვინ არ იყო დაპატიჟებული კონკრეტულად, ანუ ერთი ესეთი განხილვა და დისკუსია იყო კონკრეტულად შავ ზღვასთან დაკავშირებით და შავი ზღვის ქვეყნებიდან რომელი არ ესწრებოდა თქვენი აზრით. ღიად დავტოვოთ ეგეთ. მოდი საქართველო. ანუ წარმოიდგინეთ, ლუქსემბურგში ჩამოსული იყო ცენტრალური აზიის ყველა პირველი დიპლომატი, პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობა და შავი ზღვის რეგიონის ყველა პირველი დიპლომატი და ამ შეხვედრაზე არ იყო მიწვეული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც პირდაპირ დაადასტურა კაია კალასამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე და თქვა, რომ დიახ, ჩვენ მინისტრის დონეზე
არ მოვიწვიეთ ქართული მხარე. მე არ ვიცი, იქ შეიძლება სხვა დონე იყოს შეთავაზებული და საქართველოს ამ დონეზე უარი თქვა, მაგრამ მან აი რატომღაც ეს ხაზი გაუსვა, რომ მინისტრის დონეზე არ დაგვიძახიათ. შეიძლება მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ თუ მინისტრს არ პატიჟებენ, საერთოდ არ არის საჭირო, რომ ამ შეხვედრას დასწრებოდნენ და ასევე გიორგი, შენც კარგად იცი, რომ ევროკავშირს ახალი სტრატეგია აქვს შავი ზღვის უსაფრთხოების, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარადგინეს, რამდენიმე თვის წინ წარადგინეს იგივე მარტაკოსმა და კაია კალასმა. და საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა რო დაისვა, ძალიან პირდაპირ თქვა, რომ ჩართული იქნება ქვეყანა იმდენად, რამდენადაც თვითონ დააკმაყოფილებს სტანდარტებს და თვითონ მოისურვებს იყოს ჩართული ამ პროექტში. და საქართველოს მე მგონი რასაც მე უყურებ ჯერჯერობით არანაირად არ არის ჩართული და საერთოდ სხვათა შორის რა მახსენდება იცი? ბოლო დროს ძალიან თავს იწონებდნენ ხოლმე თვეების წინ წყალქვეშა კაბელის პროექტით. სად არის ეგ პროექტი, ხო არ იცით? ბოლოს არ შემხვედრია დიდი ხანი ამაზე საუბარი. გვახსოვს ჩვენ ვიზიტებით აზერბაიჯანიდან, რაღაც დიდი პრეზენტაციები. მე ვიყავი ხელის მოწერაზე, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება და ასევე რამდენიმე თვის წინ დავდა სტატუსი მაგაზე და სხვათა შორის მომწერეს, რომ ვიღაცამ კომენტარი დატოვა, რომ კი გრძელდება და რაღაცა მოკლედ ცოცხალია ეს პროექტი. ნუ არავის არ გადაუჭერია? არ ვიცი, მაგრამ მე არსად არ შემხვედრია, იმიტომ რომ მეზამება და ბექა ეგ შეკითხვა ზუსტად. ხო, სხვათა შორის ბოდიში რადგან აი ინფრასტრუქტურაზე წავედით, ანაკლის საკითხი კი არა ჩაიძირე გარეგია ერთი წამი ანუ ხო იყო მე მახსოვს ვიყავი ბოლოს როცა ვიყავი ერთ-ერთ არხზე ჩვენ რუსთავიერზე როცა მუშაობდი მაშინ ერთ-ერთი ბოლო მთავრობის ხდომა სადაც ვიყავი ეგ იყო ერთი წლის წინ დაახლოებით სადაც ხო ითქვა რომ აი თითქოს იმ წლის ბოლოს უკვე უნდა დაწყებულიყო რაღაც კონკრეტული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ უკვე იყო გაწერილი გრაფიკი ინვესტორების შემოყვანაზე დიდი საუბრები იყო ეს თემებიც ანუ ასეთ დონეზე საუბრის დონეზეც კი საერთოდ აღარ დგას დღის წესრიგში ეს ხომ ფაქტი არის ანუ მე ამას იმიტომ ვამბობ კი რა თქმა უნდა მე მაქვს განცდა და ჩვენ ყველას გვაქვს ეგ განცდა რომ რაღაც უკან მივდივართ და თვით იზოლაციის პროცესში ვართ ახლა და არავის გამოსაფხიზლებელი ზარი არ ჭრის ამ შემთხვევაში იმ ხელისუფლებაზე რომელიც ამ დროისთვის არის საქართველოში მაგრამ უბრალოდ რაღაც შეხსენებები ჩემ თავსაც ვახსენებ ამ ყველაფერს და მაყურებელსაც მინდა რომ ეს თემები შევახსენო. პერიოდულად რაღაცები ძალიან აქტიურდება, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ამ ესეთი კონტექსტი იქმნება თითქოს რომ აი პოლიტიკური განცხადებები ცალკე სფეროა, რაღაც მიღმა ხდება, ეს რაღაც სხვა რეალობის ნაწილია და ამ დროს კაცო, აქ საქმეები კეთდება. აქ რაღაცები წინ მიდის, აგერის პროექტია, პორტს ვაშენებთ, ასე შემდეგ ინვესტორები შემოყვა კაბელი, შავი ზღვა, ევროპა, დაკავშირებადობა ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესები სად ხარება, ამაზე უბრალოდ მინდა რომ ხო ხალხი დაფიქრდეს, ვინც ახლა ისმენს. იქნებ საჭიროა ამ კითხების დასმა და რაღაცების შეხსენება პერიოდულად. ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანი თემა და თვითონ ტყუილა არ მithქვამს რომ ჯერ კიდე ეს 100 კილომეტრი გაგვაჩნია და თავისი ორი პორტით ხო ბათუმისა და ფოთის. მაგრამ აი დღეს ვაჟა თაუბერძის რადიო თავისუფლებაზე ქონდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ და მინდა მოკლედ თქვა გამოვეხმაუროთ კი რომ სულაც არ არის 100%-იანი ჩართულობის თვის გარკვეული მცდელობები, ასე ვთქვათ, იმისი ნიშანი, რომ საქართველოს იქნება ამ ყველაფრის ნაწილი. ანუ შესაძლოა იქ ანაკლიაში ვიღაცამ რაღაცა ააშენოს, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩეს მიღმა, თუ კი არ იქნა ინტეგრირებული იმ დიდ და საერთო სივრცეში, რასაც ქვია დასავლეთთან, რასაც ქვია ევროკავშირის და ნატოს ეს პროექტები, ხო? რასაც ეს სტრატეგია ქვია შავ ზღვასთან მიმართებით. ჩვენ ვიცით და ვხედავთ და კარგი იქნება თამარ, შენც რო გითხრა, მაგალითად, აი ბალტიის ზღვაზე როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი, ხო? ესეც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ჩრდილოეთით მოხდა ეს სერიოზული ცვლილება, იქაც იცით, რომ რუსეთი ძალიან აქტიური იყო და დღემდე ცდილობს რაღაცეების კეთებას, მაგრამ
მნიშვნელოვანია გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი სამხრეთ, იმიტომ რომ მთელი ყურადღება გადმოდის სამხრეთ და თუ კი საქართველოს იქნება პასიურ მდგომარეობაში, პასიურ ვითარებაში, უბრალოდ პასიურში კი არა, ანუ აღმოჩნდება სხვა ბანაკში, ხო? ერთადერთი მისი მაქებარი არის რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები. დღესაც ვნახეთ, ხო, შოიგუს რაღაცა განცხადება, რომ ყოჩაღ ბიჭებო რა თქვენ როგორ მყარად გიხართ ორფეხზე და ასე შემდეგ, ხო? მუდმივად ხედავთ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებებს იმ მიმართებით, რომ თითქოს საქართველოში სწორედ დასავლეთს უნდა რაღაცა არეულობის შემოტანა და ასე შემდეგ. წინამდვილეში თუ კი საქართველოს არ იქნა ამ ყველაფრის ნაწილი, გულისხმობ ნატოსა და ევროკავშირის და ამ საერთო სივრცის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე არაფერი არ აისახება დადებითად. ანუ ის კიდევ უფრო გაღატაკდება, იმიტომ რომ დარჩება იზოლაციაში, ხო? და ეს თამაში ვინ როგორ უწევს თამასას ძალიან ცუდად ჩანს უკვე ძალიან დიდი ხანია ცუდად ჩანს. ეს არ არის პირველი და მეორე დღე. ეს დიდი ხანია ცუდად ჩანს და სამწუხაროა რომ ბრიუსელში საერთოდ აღარ ეძახიან ძალაუფლებაში მყოფებს, ხო? ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რეალურად სწორედ საქართველოს თითეული მოქალაქის კეთილდღეობა დგას სასწორზე და მათი უსაფრთხოება და ეს ყველაფერი მიდის ძალიან სწრაფი ტემპებით უკან და არა წინ. კი, ეს უკუსვა, როგორც დღეს სტატუსის დავწერე, არის პრინციპში იმ პაზლის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოს იზოლაციას. ეს იზოლაცია ვერ გამოვა და ვერ შედგება, თუ კი ამ ქვეყანას ექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. შესაბამისად, იმისთვის რომ რეჟიმმა საქართველოს იზოლაცია საბოლოო ჯამში ჩააბეტონოს, მას აუცილებლად სჭირდება, რომ ეს უვიზო გაუქმდეს საქართველოსთვის და ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ დგამთ, უყურებთ, რომ ქართული ოცნება დგამს, ამისკენ არის მიმართული. ისინი რაღაც სიგიჟეს გააკეთებენ, ამაზე ბრიუსელი აღშფოთდება, დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას, მერე იქ ხალხი ჩადის, ემუშავება და არწმუნებს ბრიუსელს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ უვიზოს შეჩერებას. თითქოს ბრიუსელიდან წამოვა სიგნალები, რომ ხო მართალია ქართული ხალხი არ იმსახურებს ამ უვიზოს შეჩერებას და მერე ქართული ოცნება ახალ სიგიჟეს აკეთებს. მერე ყოველ ჯერზე, როდესაც ბრიუსელი დარწმუნდება, რომ მოდით უვიზო საქართველოს შეუნარჩუნოთ, ყოველ ჯერზე ქართული ოცნება დგამს ახალ ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო შორდება დემოკრატიას და შედის ავტოკრატიის სპირალში. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი მთლიანი პაზლის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმმა უნდა აიძულოს ბრიუსელი, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს უვიზო შეუჩერდეს. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ უვიზო გვექნება, ეს უვიზო იქნება იმისი გარანტი, რომ როცა იქნება საქართველოს ცვლილებები მოხდება. იმიტომ რომ ამ უვიზოს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, რომ ხელშესახებად დაინახონ, რა დაგვაკარგინა ივანიშვილმა. აი ამ ევროკავშირში და ევროპაში უვიზოთ და მარტივად ჩასვლით, მარტივად დაინახავს საქართველოს მოქალაქე, რა დაკარგა. ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ქართული ოცნებისთვის არსებითად გადამწყვეტი, რომ როგორღაც ეს უვიზო შეაჩეროს. თუ კი უვიზოს არ შეგვიჩერებენ, ეს პირველ ნაბიჯზე და პირველ ეტაპზე ქართული ოცნების პროპაგანდისტვის იქნება დადებითი. ისინი ეტყვიან, რომ აი ხო ვამბობდით, რომ იტყუებიან, არაფრის მაგნესები არ არიან, უბრალოდ თქვენ მუქრებოდნენ, ჩვენ ორფეხზე ვიდექით და სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ და უვიზო მაინც გვაქვს და ამითი, ასე ვთქვათ, თავის სიმყარეს კიდევ უფრო გააძლიერებენ, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს უვიზო იქნება ის, რაც საბოლოო ჯამში მოარყევს აი ამ საკმაოდ უკვე ჩაბეტონების პირას მყოფ რეჟიმს. ეს ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრებაა, ჩემი შეფასებაა იმ სიტუაციების, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სხვანაირად მე ვერ ვხსნი, რატომ შეიძლება კვირიდან კვირამდე აუარესებდე მდგომარეობას და იჭრიდე იმ ტოტს, რომელზეც ზიხარ, იმიტომ რომ ყველა ეს ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება დგამს და შედის უფრო და უფრო ღრმად ავტოკრატიის სპირალში, სხვა არაფერია თუ არა გაუარესება სიტუაციის, მაშინ როცა ამისი აუცილებლობა ბუნებაში არ არსებობს. და მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის პროკურატურის, ეს როდის დაიდება, მოკლედ ბოლო ბრიფინგი პროკურატურის, სადაც ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერებზე ხელახლა ასე ვთქვათ საქმე აღიძრა, ზოგი საბოტაჟის, ზოგი უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობით და მოკლედ კიდევ ანუ
ის რომ ახლა ისინი ციხეშერენ ცოტა ხანში ვადა გასდით ამ პატიმრობის და უნდა გამოვიდნენ, რომ არ გამოვიდნენ, მოკლედ ეს ამბავია. მაგ თემაზე გავაგრძელოთ თუ გინდა. ერთი პატარა რეპლიკა მინდა. აი თამარის მოსაზრებაც ძალიან საინტერესო იქნება შენი რეპლიკის შემდეგ ბრიუსელში როგორ აღიქვეს მორიგი გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, ძალაუფლებაში მყოფი პირების. ხო, კიდევ ერთი სხვა მიმართულება მინდა შემოვიტანო, რაც რატიმ ახლა ახსნა, ანუ მიზანმიმართულად რომ ცდილობენ იზოლაციას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს საბოლოოდ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, მაგის ნაწილია, არ უნდა გამოგჩნდეს განათლების რეფორმა, რომელიც ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში თან ძალიან სასაცილო იყო, როცა დაამშვიდეს ახლა ვინც არის სტუდენტი, რომ არა თქვენ ეგ არ გეხება თუ კაცო, მეერეო აი ხა ბავშვები რო არიან და რო გაიზრდებიან, ისინი ვეღარ სწავლენ ადვილად. ხო, ან და ამას პლუს კიდევ ყველაზე მეტად ცინიკური რაც იყო ის რომ შემდეგი განცხადებები რომ ხო, ნუ აბა რა აქ უნდა იყოთ თუ არ უნდა წახვიდეთ რაღაც ეგეთი ხო იყო. თუ გინდა წადი და მე-18 კლასი იქ დაამთავრე. ხო, ანუ თან იმ რეალობაში, როდესაც ალბათ ისევ რაღაცა მათ მაღალჩინოსნების შვილებს შეუძლიათ ის რომ წავიდნენ და ისწავლონ იქ იმ პირობებში რომ იქი რა უნდა ასე შემდეგ და არ იყოს გაცვლითი პროგრამები და ანუ მთელი უზარმაზარი ინფრასტრუქტურა მოიგოს არის, რაც ალბათ კიდე ცალკე განხილვებს საჭიროებს, რა შედეგებს გამოიღებს ეს, ანუ მომავალი თაობისთვის, სწორედ კავშირისთვის, რაღაც ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების მიღების და ასე შემდეგ. ნუ ძალიან დიდი თემაა და ალბათ მაგის ნაწილი არის და აბსოლუტურად მოყვები, რაც თქვი, რომ მათი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ჩაკეტონ რაღაც ახალი რკინის ფარდა აღიმართოს, თუ შეიქმნას, ეგ არის საბოლოოდ მათი ამოცანა და ნუ რეფერენდუმის თემამაც გარკვეული ოდიოზური ფიგურებისგან კიდევ ერთხელ გაიჟღერა, რაზეც სულ არის მინიშნებები და ეგ კონტექსტი. თამარ, ბრიუსელიდან როგორ ხედავენ ამ ყველაფერს? იგულისხმება ბოლო განცხადება ამ ოპოზიციური ლიდერების, ასე ვთქვათ, მოდი ციხეში დატოვება დავარქვათ ხო, პრინციპში. უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობა და არ იყო დასახელებული არც ერთი უცხო ვინ ვიზე მუშაობს საბოლოო ჯამში. კი, აი მე მგონი ყველაზე უფრო საინტერესო ეგ არის რომ მაშინ რატო დაესახელებინათ რომ რომელი ქვეყნისთვის მუშაობდნენ, არ ვიცი. ნუ ბრიუსელში უკვე კარგა ხანია აქვთ უკვე ეს აღქმა, სწორედ მაგისი, რომ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა დააშოროს ევროინტეგრაციას. მე მგონი არც გაკვირვებიათ და სხვა კიდევ უფრო მეტი მოლოდინებიც აქვთ, განსაკუთრებით მედიასთან დაკავშირებით და ალბათ ნუ რადგან მე თავად მედიას წარმოადგენ, ამ საკითხებზე უფრო გახსნილად მესაუბრებიან და უფრო თქვათ არ მალავენ მოსაზრებებს, რომ არაფერს კარგს არ ელოდებიან. ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, ნუ რა გასაკვირია, ხო, როცა ყოველ დღე უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ იმისთვის, რომ რაღაც ქუჩაზე და თუნდაც 5 წუთით თუ 3 წუთით თუ 10 წუთით გადაკეტო გზა, რა ვიცი, ნორმალურ ქვეყნებში ეს ძალიან ნორმალური ამბავია და ამიტომაც საერთოდ არ უკვირთ და რატი ხო დაგეთანხმები გამომდინარე აქედან რომ სხვათა შორის ზაფხულიდან ამბობენ ამას აი ესე კულუარულად რომ მათ იციან რომ ქართული ოცნების მიზანია უვიზო რეჟიმი შეჩერდეს მთელი ქვეყნისთვის. ეს არ არის რომ დღეს ამბობენ, არა. ზაფხულიდან დაწყებული ამას ამბობენ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდნენ და ესეც აი დღევანდელი ეს განცხადება რომ გამოსაფხიზლებელი ზარი ალბათ კიდევ ერთი არგუმენტი უნდა იყოს წევრი ქვეყნებისთვის და თვითონ ევროკავშირის მოსახლეობისთვის სხვადასხვა ქვეყნის რომ კი ეს ხალხი იმსახურებს რომ არ ჩაიკეტოს კარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც აი ხო ნახეთ პრინციპში ხო შეხედეთ აი ამ ქართულმა სცენარმა რასაც ჩვენ საუბრობთ როგორ დააჩქარა სიტუაცია პოზიტიურად ოღონდ სომხეთთან დაკავშირებით რომელსაც უკვე მისცეს გზამკვლევი უვიზო მიმოსვლის იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში რომლებიც ატარებენ რეფორმებს აფიქსირებენ პოლიტიკურ ნებას რომ იყვნენ ამ ნორმალური ცივილური სამყაროს
სამყაროს ნაწილი. მათ ხომ გაუჩნდება შეკითხვა, რომ კი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წინ წავიდეთ და არ გვაქვს ეს ბენეფიტი და ქვეყანა, რომელიც იჭერს ოპოზიციის ლიდერებს, აუქმებს პარტიებს, ცემს თავის თანამოქალაქეებს, გამომწყდეული ყავს ჟურნალისტები, კიდევ ღია კარი და კიდევ ყველაფერი მათთვის მისაღებია. და რა თქმა უნდა, წესებიც არის ამ უვიზო მიმოსვლის დაცვის, მაგრამ ხო, აი მოსახლეობის გამო არის ეს კარი ღია დატოვებული და ასევე რატი გეთანხმები, რომ მომენტუმისთვის, რომელიც არ იქნება უბადო და მუდმივი, მომენტუმისთვის თუ კი რაღაცა შეიცვალა საქართველოში, მომენტუმისთვის რომ არ იყოს რკინის ფარდა დაშვებული, რისი გახსნაც უფრო რთული იქნება, ვიდრე პატარა სხივი მაინც იყოს დარჩენილი და აი მერე უფრო გაფართოვება ამ კარის. ესე ჩემი მოსაზრება და ჩემი სუბიექტური შეგრძნებები ბრიუსელიდან ასეთია. პოლიტიკოსების დაკავებაზე ვიტყვი ორ სიტყვას დამატებით. ანუ ესაც გაგრძელება არის სწორედ იმის, რაზეც თქვენი საუბრეთ ახლა, რომ წინა დღეს უთხრა მარტაკოსმა პირობითად, რომ ნუ იჭერთ, ნუ ზღუდავთ მედიას, პოლიტიკურ ოპონენტებს და ამათ მეორე დღეს უცებ თქვეს, რომ არა თუ სხვებს არ დავიჭერთ, ვინც ზის იმათაც კიდე რაღაც ახალ ბრალდებას და უფრო რაღაც მასშტაბურზე არის საუბარი, ხო? ნუ ამაზე გაკეთდა განცხადება. ბექა, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, იცი რა გამახსენდა და აი მეგობრებო თქვენს გაიხსენეთ. თავიდან როცა სტატუსზე იყოს, აი ახლა უცებ გამახსენდა. სტატუსი როცა უნდა მიგვეღო ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მე მგონი რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ნიკა გვარამია და მაშინ მახსოვს მინისტერიალი იყო ზუსტად საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება იყო ბრიუსელში და ამ ვაშუქებდით ყველა არხი იყო თბილისიდანაც ჩამოსული, ანუ ყველა მთელი ქართული მედია ვიყავით ამ მოლოდინში და ყველა ვიყავით გაოგნებული, რომ აი ეხლა რა შუაშია, რა დროს ეს იყო, ხვალ თუ არა ზეგ, აი უნდა გადაწყდეს, რომ სტატუსი მოგცენ. და აი ეხლა რომ გადაახვიო ტვინში. აი სულ ესეთი წინსწრები, ესეთი ნაბიჯებია ხოლმე ხო და იცი რა არის თამარ, აი ძირითადად ესეთ შემთხვევებში პასუხი არის ხოლმე, კაი, ვიღაც დაიჭერენ თქვათ და მეორე დღეს ჟურნალისტები მიდიან და კითხვას უსვამენ და პასუხი ეს ხალხო სამართლებრივი პროცესია. ანუ კი გასაგებია რომ შეიძლება ეხლა ეს ძალიან ვღეჭავ თითქოს ამ ერთი და იგივეს და ძალიან მარტივად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ ფაქტია რომ ამ განცხადებებით ასეთი ტაქტიკით ისინი ამართლებენ და ერთმანეთისგან მიჯნავენ პოლიტიკურ პროცესს და თითქოს სამართლებრივი პროცესისგან. ხო, ნუ ამ დროს ასე არ არის და თამარი რასაც ახლა ამბობს, ზუსტად ამის საუკეთესო მაგალითი არის, რომ ეს ერთი შეხედვით სამართლებრივი რაღაც გადაწყვეტილებები ან შექმნილი ალიბით გამოწვეული რაღაც სამართლებრივი პროცესი თავიდან ბოლომდე კავშირში არის პოლიტიკურ დღის წესრიგთან და ამით იქმნება ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, ხო? ანუ ამის გააზრება საჭირო არის მასობრივად, ამის თქმა მინდა. ჩვენთვის კი ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რაღაც როცა ხდება, ეგრევე ვამბობთ, რომ ხო ეს იმიტომ მოხდა, ეს ამიტომ მოხდა, მაგრამ მე მაქვს ესეთი განცდა, რომ მასობრივად არის ამის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ასე მუშაობენ ისინი, ამ ტაქტიკას ისევ და ისევ გამეორებით ეყრდნობიან, რომ თითქოს ცდილობენ გამიჯნონ ეს სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური პროცესისგან, ალბათ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ესე მუშაობს. და აქვე უნდა გავიხსენოთ, არც თუ ისე შორეული 2013 იყო თუ არ ვცდები, როდესაც მსგავსი პრეცედენტი პირველად მოხდა, ნატოს სამხედრო კომიტეტი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და რა მოხდა? თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ალასანიას გუნდის წევრები დააკავეს კორუფციის ბრალდებით და ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცესი იყო, შემთხვევით მოხდა. ამასობაში ეს კომიტეტი გადაიდო თუ ჩაიშალა, მე შეიკრებდნენ კი რაღაცა თვეების. ეს კაბელების საქმეზეა ხო საუბარი? ეს პროცესია, ხო, ანუ როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იყო, მე მაგას მოყვა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე მოლაპარაკებებსაც წარმოებდნენ, საერთოდ მიუსაჯეს თუ სწორედ მახსოვს, ანუ ეს არის ტაქტიკა, რომელსაც ივანიშვილი მიმართავს არა ბოლო 2 და 3 წელია,
არამედ მისი მოსვლის დღიდან პრაქტიკულად. უბრალოდ პირველ ეტაპზე, როდესაც სხვა ტალღაზე იყო და სხვა მოლოდინები იყო, ამის ესე ზედაპირზე დანახვა ადამიანების უმრავლესობას არ სურდა და მართლაც იმიჯნებოდა ეს სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი, მაგრამ აი, მაშინ იშვიათად ხდებოდა ეს რაღაცები და დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყველა ახალ კვირაში, ყოველი ახალი კვირა იწყება ყოველი ახალი სამართლებრივი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირდაპირ მასშია პოლიტიკურ თემებთან, აქ უბრალოდ კითხვის დასმაა საჭირო, კი, მაგრამ რით ვერ ამოიწურა ეს სამართლებრივი პროცედურები, ხო? თან, როდესაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რამე ახალი კი არ ხდება, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, ერთი და იგივე ბუა, ერთი და იგივე საფრთხობელაა და ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ევროკავშირთან ინტეგრაციის თურქეთიზაცია დავარქვი მე, იქიდან გამომდინარე ჩვენ ბოლო ეპიზოდში ვისაუბრეთ, რომ თურქეთს წლებია აქვს ეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ვერაფერში ვერ იყენებს. ეხლა მე მგონი ნელ-ნელა უკვე შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ, რომ კი ბატონო, ნუ გავიდა. ძალიან მაგონებს მე და აი თამარს მინდა ვკითხო, რომელიც კაი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში და ზუსტად იცის რა ხდებოდა იქ, ხო? რამდენი წელი დაჭირდა მოსკოვს, რუსეთს, კრემლს იმისათვის, რომ მიიღოთ დღევანდელი სურათი, რა სურათშიც არიან, ყველა აგენტი არის, ან წერს, რომ ის წარმოადგენს რაღაცა უცხო ქვეყნის რაღაცას, აქაც ეს კანონები მიღებული, მზია ამაღლობელი ქალს აწამებენ, დილეგში ყავთ ჩაგდებული პრაქტიკულად მხედველობა აღარ უვარგა, 10%-ზე არის დაყვანილი მისი მხედველობა, ყოველდღე იჭერენ რუსთაველის გამზირზე სამუშაოდ გასულ მედიის წარმომადგენლებს, იმათაც საპრობილეში სვავენ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან გავს, არ მინდა რომ თქვა, თუმცა თავში მიტრიალებს ისიც, რომ პოლიტიკოსკაია როგორ მოკლეს, ნემცოვი როგორ მოკლეს, როგორ განვითარდა იქ რაღაცა მოვლენების სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრს შეგვიძლია, ხო, რომ ნახოთ და წავიკითხოთ და ვინც იცის და ვინც ფლობს რუსულს და ბევრი ფლობს, ხო, რუსულს, წაიკითხოს რეალურად რა ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა იქ ყველაფერი, რა ომები ქონდათ და ასე შემდეგ და რა არის დღეს რუსეთი და რა შანსები გვაქვს ჯერ კიდევ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს. საიდან სად და როგორ ვუშვებთ ამ ყველაფერს ხელიდან და უბრალოდ ნაცარს და ხარს ვატანთ იმ რაღაცა სიკეთეებს, რომელიც შეგვეძლო რომ გამოგვეყენებინათ. ანუ ისტორიული შანსი მართლა და ეს არ არის რაღაცა ლიტონის სიტყვები. ეს მართლაც ისტორიული შესაძლებლობაა, ისტორიული შანსი, რომ აღმოჩნდეთ ფარდის მიღმა, ანუ იქ აღმოჩნდეთ, სადაც რა ვიცი, სულხან საბადან მოყოლებული კი არა, ჯვაროსნები და ასე შემდეგ, ხო, დიდგორის ბრძოლა და ვიყოთ ჩვენ ოჯახში ნამდვილ დასავლურ ცივილიზებულ და ჩვენს და ჩვენ შვილებსაც და მომავალ თაობასაც გქონდეთ მეტი შესაძლებლობა ვიდრე დღეს. აი, რამდენი წელი მოანდომა თამარ რუსეთმა იმისთვის იმ გზის გავლას, რაც ჩვენ არასრულ ერთ წელში გავიარეთ. უცებ გავდივართ, ხო? ხო, პრინციპში პუტინის მოსვლიდან მალევე დაიწყო. და პირველი სამი დღე სხვათა შორის საქართველოს იყო, გაიხსენეთ, ხო? გახსოვთ ის მეცხვარე თუ რაღაც ვითომ იპოვა პანკისის სადღაც ხეობაში, რომელმაც თქვა, რომ დაინახა ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გახდა საბაბი სავიზო რეჟიმის შემოღების საქართველოსთან და პრინციპშია ესე რომ გადავახვიოთ საქართველოს გახდა სამიზნე და ამის მერე მას დაჭირდა თავისივე ქვეყანაში ჩეჩნეთის ორი ომი იმისთვის რომ შიგნით მოეჭირა და მოეჭირა ასე გაქრობა ტელევიზიების არასამთავრობოების მე როცა მოსკოვში მუშაობდი თავიდან მართლაც ძალიან და ესე ვთქვათ პუტინის პრეზიდენტად გახდობის პერიოდში საკმაოდ ლიბერალური სივრცე იყო უამრავი ტელეარხი უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და აი რაღაცა განვითარებისკენ მიდიოდნენ და აი უცებ შემოტრიალდა და ნელა აი ზუსტად მართლა დეჟავიუ არის, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდათ, წლები და ალბათ რუსულ მოდელზე, რუსულ სცენარზე უკვე გამარტივებული შესწავლილი ეს რასაც დააშენეს ზემოდან ჰიბრიდული მეთოდები, რაც 2008 წელს საქართველოსთან ომში
ნახეს რა სისუსტეები ქონდათ, ამაზეც ხომ ისწავლეს, ანუ გზა და გზა ისინი ამას უფრო მეტად სრულყოფდნენ და უკვე სრულყოფილი პლეიბუქი გადასცეს შემდეგ სხვა ქვეყნებს, თუნდაც ბელორუსს და ახლა გამოდის საქართველოს და დავამთავრებ მე თქვენ დაასრულეთ. რატი გაიხსენა ზუსტად ნატო სეგმენტი და აი ნახეთ თავიდან ხომ ნატოსთან ჩახსნით დაიწყო ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ნატოსთან უფრო აქტიური ინტეგრაცია მიდიოდა და ევროკავშირი ამბობდა რომ გაფართოება მაშინ ევროკავშირისთვის არ იყო აქტუალური და ამბობდნენ რომ არ იქნება თუნდაც იუნკერის პრეზიდენტობის, იუნკერის კომისიის დროს პირდაპირ ქონდათ დევიზად რომ ამ თერმში ამ მის ვადაში არანაირი გაფართოება არ იქნება და საქართველოს ძალიან აქტიურად მიდიოდა ნატოსკენ და არაერთხელ გიო შენც იცი რომ ყველა დონეზე იყო დაფიქსირებული რომ საქართველოს ყველა ტექნიკური მონაცემი აქვს, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსი და ნატოთი დაიწყო და მე უკვე გადმოვიდა ევროკავშირზე, იმიტომ რომ ნატო უკვე ნოლამდე დავიდა ყველაფერი ისედაც ჩაიხსნა და აღარ წერი ვართ არაფერში და როცა აქეთ გაიხსნა ისედაც რა თავისით კი არ ჩაიხსნა, ჩვენ ჩავხსენით, სწორედ, როგორც ევროკავშირთან ჩვენ ჩავხსენით. ანუ ჩემი აზრით ევროკავშირში რომ ყოფილიყო ინტეგრაცია მაშინ რატი იმ პერიოდში, რა პერიოდსაც ჩვენ იხსენებ, ესე აქტუალური. ევროკავშირის კი, დავიწყებთ ევროკავშირის ჩახსნით, კი, რა თქმა უნდა, სადაც ახლოს იქნებოდი, იმას ჩახსნიდი. პირველი სამიზნე იყო ნატო ცხადია. კი. და რა დღეში გაგდებს პუტინის რუსეთი ამისი სურათხატი საუკეთესო არის სალავიოვი. მე არ დამავიწყდება NTV რომ დაიკეტა რა დღეში იყო ეს რაღაცა ლიბერალი ადამიანი, თავისუფალი ჟურნალისტიკის დამცველი და დღეს რა დღეშია სასიკადულო პროპაგანდისტი. ეს სახე სურათხატია რა დღეში გაგდებს პუტინი. მაგის პერსპექტივები აქაც არის ხო რა ძალიან აშკარა. ხო, ნუ არ ვიცი დღეს ბევრჯერ ვახსენეთ გამოფხიზლები ზარი იყო იქ ადრესატი თითქოს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი ნუ თითქოს აქეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ გამოფხიზლების ზარი ისევ და ისევ ეს არის ალბათ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ვერ გამოერკვა რა ხდება რომ სად ვართ რას ვკარგავთ ეს ყველაფერი გავიაზროთ და რა მეთოდებით ხდება ამის ყოველდღიურ რეალობაში კეთება. ძალიან კარგი დეტალი იყო, რომელიც რატი მახსენა, რომ თითქოს მაშინ როცა მაგალითებს იხსენებდი, რომ თითქოს მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. კი, მაშინ სხვანაირი კონტექსტი იყო. ვიღაცას იჭერდნენ, რაღაცა საქმე კარგად ვერ მიდიოდა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გქონდა ახალი შეთანხმებები, რომელიც იდებოდა თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ გქონდა გადაწყვეტილებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, ასე და ამ შემდეგ მთელი ეს რეფორმები, რომელიც ამაზე კითხვა არის მოდა რომ ხო, ნუ ეს ყველაფერი ხო მიდის. აი ეს არის მთავარი განმასხვავებელი, ალბათ მათთვის ვამბობ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რომ გამოფხიზლების ზარი მართლაც დარეკილია დიდი ხანია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქ ყველაფერი უკვე აბსოლუტურად სხვანაირად არის. ეს ძალიან ცალსახაა, რომ არანაირი ინტეგრაციის პროცესი არ მიმდინარეობს, ვინც მაგას უნდა აკეთებდნენ, როგორც გიორგიმ თქვა, ის ხალხი ჩახსნილია უკვე პროცესიდან, მთელი დეპარტამენტები არის გაუქმებული და არ ვიცი, ქუჩაში რაც ხდება, ყველა ვხედავთ ჩვენს ნაცნობებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს ყოველდღიურად აკავებენ მართლაც არაფრის გამო, ქუჩის გადაკეტვის გამო. ხო, ნუ არ ვიცი, ილუზიების დრო ალბათ უნდა დასრულდეს და უნდა მივიღოთ ის რეალობა, რაც არის და რეალობა არ არის მარტივი, ძალიან ბევრი რამე ყოველდღიურად, ძალიან ეს ფორსირებული პროცესით გვეცლება ხელიდან და თუ დააპირებთ იმ კითხვის დასმას, თუ აი მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ნუ ეს კითხვა პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ყველამ. ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. ჩვენ საუბრობთ ამ თემებზე, ვცდილობთ რომ რეალური ინფორმაცია გავაანალიზოთ და მადლობა თამარ დღეს რომ გქონდა შესაძლებლობა რომ ეს ბოლო სიახლეები შენთან ერთად კიდევ ერთხელ გაგვევლო, რისი თქმა უნდათ, რა გვითხრეს, როგორ ჟღერს ეს თუნდაც დიპლომატიური ენით და რას გულისხმობს, მაგას მე რაც ჩემთვის მაგას გულისხმობს, რომ ხალხო გამოფხიზლდით რა ხდება იქნებ მივხვდეთ.
ამ ხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ხო? რამესაც ხო, არა, ერთს ვიტყვი უბრალოდ შეჯამებისთვის, ასე ვთქვათ, ბოლო სიტყვის, რომ შესაძლოა სულაც არ იყვირო რაღაცა საქმეზე და ეს აკეთო საქმე ჩუმად. რომ ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არ არის მარტივი ვითარება, შენ შეგიძლია არ იყვირო, არ იხმაურო, ფეხები არ აბაკუნო, მაგრამ საქმე აკეთო ჩუმად. მაგრამ ამ საქმესაც კი არ აკეთებ, როდესაც ყველაფერს შლი, რაც აქამდე იყო. ანგრევ, თან საკუთარი ხელით აშენებულს, ანგრევ მეგობრების დახმარებით გაკეთებულ საქმეს, ხო? აქ უკვე კითხვის ნიშანი აღარ არის მეგობრებო, აქ ყველაფერი დასრულებულია, ხო? ანუ finita la commedia ქვია ამ ამბავს, მორჩა. საქმეს რო აკეთებდეს, სულ ვილაპარაკებია, სხვა რა მოხს. მე პირადად არ მაქვს პრობლემა. საერთოდ არ მინდა რომ რაღაც თუნდაც ჩვენი საუბარი და კონტენტი იყოს რაღაც ნეგატივისკენ და რაღაც ნიჰილიზმის გაღვივებისკენ, ესაც მესმის რომ ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ რაღაც ნიჰილიზმის მაქსიმალურად გაღვივება საზოგადოებაში, რომ თითქოს უკვე მორჩა, უკვე რაღაცა ყველაფერი დამთავრებული არის. ვცდილობ ყოველთვის რომ ვიპოვო რაღაც პოზიტიური საყრდენი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ვიტყვი რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხო ბევრი რამე შეიცვალა და ამ პოზიტიურ საყრდენებს ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა მხარეს. იყო პერიოდი, როდესაც შიგნით იქნებ რაღაცა მოხერხდეს და იყოს რაღაცა პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დააბალანსებს. შემდეგ იყო რაღაც აქცენტს ვაკეთებდი ხოლმე რომ ალბათ წამყვანი როლი მაინც საგარეო ფაქტორებმა უნდა ითამაშოს და რაღაცა გარედან იყოს შესაბამისი თანადგომა, მხარდაჭერა ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ მთავარი საყრდენი უნდა ვეძებოთ ჩვენ თავში და ჩვენ საზოგადოებაში. ეს არის მაინც მთავარი ცენტრი, აქ იკვრება ყველაფერი და აქეთ არის მიმართული პოლიტიკური პროცესიც, ვინც ცდილობს საქმის გაფუჭებას, ცდილობს საზოგადოებრივი აზრის არასწორ ფორმირებას და ამით შემდეგ რაღაც საყრდენის შექმნას თავისი პოლიტიკისთვის და ვინც ცდილობს დახმარებას, ისაც ირიბად თუ პირდაპირ ეუბნება მიმართავს სწორედ საზოგადოებას, რომ ხო, ნუ გამოფხიზლდეთ თუ როგორც არის. ერთ სიტყვით ვეცადოთ, რომ რაღაცა ჩვენ თავში დავინახოთ ალბათ საყრდენი და ვეცადოთ, რომ რაღაცა არ ვიყოთ ნიჰილიზმში მაინც, ალბათ, არ ვიცი. თუმცა რეალობაზე უარის თქმა, ეგ არ გამოვა. განალიზება აუცილებელია. მადლობა ყველას, ვინც თითქმის 1 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა ყველას, ვინც ალაიქებს ვიდეოს, აქტიურობს კომენტარებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი თქვენ ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ზუსტად ის დრო არხი გამოიცროთ, იმიტომ რომ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ არხის მაყურებლების დაახლოებით 75% არ არის არხის გამომწერი, ამიტომ გთხოვთ გამოიწეროთ არხი. გარდა ამისა, თუკი გვიყურებთ კავკასიის ეთერში, მადლობა ამისთვის თქვენს და კიდევ ერთხელ ეს QR კოდი, რომელიც არის ეკრანზე, თქვენთვის არის, რომ მარტივად შეძლოთ YouTube-ზე გადასვლა და გამოწერა. ჩვენ ვართ YouTube პროექტი ბოლო სიტყვა და თბილისიდან, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ვაჯამებთ აქტუალურ თემებს. სამწუხაროდ დღეს ვაშინგტონი არ ყავდა, თუმცა შემდეგი ეპიზოდიდან ისევ დაგვემატება. ჩემი მსხვერპლით დაგემშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის. გამოგვიწერეთ.